მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია ჩემი მოგზაურობა არ დაწყებულა ესე სხვა ქვეყნიდან, ძირითადად თბილისიდან ვიწყებთ ხოლმე მოგზაურობას და ამჯერად ესე თურქმენეთიდან დავიწყებთ ახალ ქვეყანაში მოგზაურობას. ჩემი მძღოლიც მოვიდა და აქედან წავალთ ახლა უზბეკეთის საზღვარზე, სადაც გავაგრძელებ ჩემს მოგზაურობას. იმედია თურქმენეთის ვიდეოები მოგეწონათ და წინ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეოები გელოდებათ, ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კომენტარების დაწერა. წავედით ახლა უზბეკეთში. ჩემი პირველი გაჩერება საზღვრისკენ მიმავალ გზაზე და მოკლედ გზაში წარმაღებიებენ. აქეთ ძალიან ცუდი გზა არის რა, მოკლედ აი გზა არის განადგურებული, ძალიან ცუდი გზაა და როგორც კი დავიწყე გადაღება, ეგრევე გამაჩერა გიდმა, რომ არ გადაიღო აქ მე საზღვარზე ამოწმებენო და პრობლემები შეგექმნება. მოვედი მეგობრებო, საზღვარზე ვარ, აქ გადაღება რა თქმა უნდა არ შეიძლება, აკრძალულია მკაცრად, ასე რომ იმედია მალე გავივლი ამ პროცედურებს და იმედია უზბეკეთიდან დაგიბრუნდებით. წავედი ახლა. ჩამოვედი მეგობრებო, გამოვიარე ყველა შემოწმება და მოკლედ გარეთგანა ტაქსები, ავტობუსები არ არის და მოკლედ $30 ჩამიყვანენ ქალაქ ბუხარამდე და მოკლედ იდეალური გამოსავალია მე მგონი, იმიტომ რომ მანქანით ბევრად მალე ჩავალ, დავბინავდები, დავისვენებ და ქალაქის დავათვალიეროთ. აი ესეთი მშვენიერი ნომერია. რავი, ამხელა ნომერი მე მგონი არსად არ მქონია და გაგიკვირდებათ და ამ ნომერში გადავეხადე სულ რაღაც $10. საუზმედ შედის. ამაზე იაფი არ ვიცი, მე არც ერთ ქვეყანაში სასტუმრო არ შემხვედრი. ჩვენი პირველი ქალაქი უზბეკეთში იქნება ბუხარა, რომელსაც მოვინახულებთ და რავი, ერთი სული მაქვს მეც როდის გავალ გარეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქია. ესეც ჩემი პირველი გამოსვლა ქალაქ ბუხარას ქუჩებში და მოკლედ რო გითხრათ, ეს არის ქალაქი, რომელიც მთლიანად არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი, ასე რომ მთელი ქალაქი შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმია. ნახოთ დღეს რის ნახვას მოვასწრებ. უკვე 6 საათი არის ჩემთან, ასე რომ შევეცდები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, და გადავწყვიტე, რომ ხვალაც ამ ქალაქში დავრჩე და უკეთესად დავათვალიერო ყველაფერი, ასე რომ დრო გვაქვს. წარმოიდგინეთ, ეს ქალაქი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში აშენდა, ხოლო 1868 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო, 1920-იან წლებში უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და ახლა უკვე დამოუკიდებელი უზბეკეთის შემადგენლობაშია, რომელიც 1991 წელს მოიპოვა უზბეკეთმა. ეს არის ბუხარაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა. ამ ადგილის სახელია ნადირ დივან ბეგის მედრესი. მედრესი ნიშნავს უნივერსიტეტს ან ადგილს, სადაც რელიგიური სწავლება იყო. ეს მედრესი აშენდა 1620-იან წლებში ნადირ დივან ბეგის მიერ, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობაა უზბეკეთში და კონკრეტულად ბუხარაში. ძალიან ბევრი ტურისტები არიან ქუჩაში. ცოტა გადავეჩვი ამდენ ტურისტს. ნახეთ რა ლამაზი არის ყველაფერი, როგორ არის მოწესრიგებული სუფთად. ამაზად. ანად ეს ტერიტორია არის ძველი ქალაქის ტერიტორია, ძველი ბუხარა და ჩემი სასტუმროც აქვე არის, სხვათა შორის პირდაპირ ქალაქის ცენტრში არის, სულ რაღაც $10 რო ვიქირავ. აქეთ ჯერ კიდევ არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს და ჩასვლა აკრძალულია, რა თქმა უნდა.
აი ესეც უკან რაც გამოვიარა, ესეც ერთ-ერთი უძველესი ბაზარი არის და აი ესე კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნითაც იმხელა ხმაზე მღეროდა, თან იმხელა ეკო არის შიგნით, რომ მოკლედ აზრი არ ქონდა კამერის ჩართვა საერთოდ. უბრალოდ კადრები გადავიღე და განახებთ. არ ველოდი, ვიცოდი, რომ ძალამაზი ქალაქი იყო ბუხარა, მაგრამ ასეთი თუ იყო, ნამდვილად არ ველოდი. ნახეთ რა ხდება, ანუ 1 და 2 შენობა კი არ არის ასეთი. მთელი ქალაქი ასეთი არის. კალანის მინარეთი, მეგობრებო, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა არის ალბათ და აშენებული არის 1127 წელს. და როგორც წერია, მოხარშული აგურით არის აშენებული, რაც ალბათ სიმყარებს მატებდა და მაგიტომაც არის დღემდე ასე კარგად შემონახული. მართლა მუზეუმი არის მთელი ქალაქი, იმიტომ რომ დავდივარ, ვეღარ გავიგე რა გადავიღო, საით წავიდე. ყველა ქუჩა ისე გამოიყურება, რომ მგონია, რომ აი ესე უნდა გავყვერო, ცენტრალური ქუჩისკენ ვიარო და რავი, აი ისე გადავდივარ სხვადასხვა ქუჩებზე, ვერ ვგებულობ რა მოკლედ. საერთოდ რუკას არ ვხმარო, უბრალოდ დავდივარ ხალხთან ერთად. მოკლედ, ტყუილად არ მეძახდა როგორც ჩანს მაგელანას მამა ჩემი, რადგან ჩემი სპონსორია მაგელანი და მოკლედ მინდა გითხრათ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია. მაგელანმა ჩემი გამომწერებისთვის გააკეთა სპეციალური აქცია და თბილისის მასშტაბით ნებისმიერ ფილიალში, სადაც მიხვალთ, შეგახსენებთ, რომ ყველა მოლში არის ფილიალი და მიცკევიჩის ქუჩაზე არის ასევე, სადაც მიხვალთ და გააკეთებთ 300 ლარის შენაძენს ნებისმიერ პროდუქციაზე, საჩუქრად გადმოგეცემათ აი ასეთი North Face-ის მაისური. და იჩქარეთ, რადგან ეს აქცია გაგრძელდება მხოლოდ ივლისის ბოლომდე. ჩემთვის ეერნობდი და უბრალოდ სადღაც არასწორად გადმოვუხვიე, როგორც ჩანს, იმიტომ რომ დასახლებულ უბანში შემოვედი. ესეთი სახლები არის ბუხარაში. არ ვიცი აქედან სად გავალ, მაგრამ აქაც საინტერესოა. მაგრამ არ დავიკარგები, მეგობრებო, რადგან როგორც კი ჩამოვედი უზბეკეთში არ დამჭირდა ბევრი სიმბარათების ძებნა და ბევრი წვალება. უბრალოდ შევედი ლაგის აპლიკაციაში, ვიყიდე ინტერნეტი და ეგ არის მარტივად. მეც დავისვენე და თქვენც დაგასვენეთ ამდენი ინტერნეტის ძებნით. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, კომპანია ლაგის. ყველაზე ხარისხიანი ინტერნეტი და ყველაზე დაბალ ფასად სოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამაზე კარგი შეთავაზება, აი რა უნდა იყოს მითხარით. აი ესეთი სახლები არის, ვერ ვიტყვი რომ ყველა მოწესრიგებულია, მაგრამ უმეტესად აინც ვიზუალურად კარგად გამოიყურება. $100 დავახურდავ ეხლა და იცით რამდენია? 1,250,000. ასე რომ უზბეკეთში მილიონერი ვარ. რა ლეგენდა მანქანა შემხვდა ამასობაში, მეგობრებო, ამას შეხედეთ. რა სილამაზეა, ნახეთ. საქართველოში ძალიან დიდი ხანია უკვე აღარ შემხვედრია. საპოროჟეცი. აუ, ნახეთ რა მაგარია. შიგნითაც ნახეთ რა ლამაზად აქვს ყველაფერი მოწყობილი. ძალიან აი მანქანა. და ვინც არ იცით, ძრავი უკანა აქვს ამ მანქანას. აი ასეთი მშვიდი წყნარი უბანია. რაც სოფელს გავს. ყველაფერი სუფთაა და მოწესრიგებული. აქაც ისევე როგორც თურქმენეთშიც თითქმის ყველა რუსულად საუბრობს, ასე რომ აქაც რუსული გამოგადგებათ ვინც იცით, ინგლისური ნაკლებად. ძალიან ტურისტულ ადგილებში შეიძლება ინგლისურადაც დაგელაპარაკონ, მაგრამ ძირითადად მაინც მოსახლეობა რუსულად საუბრობს. ძალიან ბევრი ვიარე ფეხით რომ ამ ადგილას მოვსულიყავი, ადგილს ქვია The Plow. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი უზბეკური ფლოვი კეთდება ამ ადგილას და მინდოდა რომ დღევანდელი საღამო ამით დამეგვირგვინებინა, მაგრამ სამწუხაროდ ფლოვი აღარ გვაქვსო და ხვალ მოდიო რა. ძალიან გული დამწყდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ სხვა რა გზა. ეხლა შევხედე შენობებს და რამდენი თეთრი შენობა არის აქაც ნახეთ.
და აქაც თეთრი მარმარილოთია გაკეთებული სხვათა შორის. აი ორივე მხარეს. აი ეს არის ჩემი სასტუმროს ქუჩა და გადაკეტილი არის რაღაც დღესასწაულების გამო. ესეც ჩემი სასტუმრო, ესე გამოიყურება. აი აქეთ არის ჩემი სასტუმრო. იქით სხვა არის. ძალიან გულით კი მინდოდა გემრიელად დამემთავრებინა ეს დღე, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის რა. ისეთი დაღლილი ვარ, რომ გასვლის თავი აღარ მაქვს, რომ ეხლა კიდე ერთი წრე დავარტყათ, ორი დიდი სიამოვნებით გავიდოდი. მაგრამ არა უშავს, ეხლა ავალ ნომერში დავისვენებ, მოუწესრიგდები და ძალებს აღვიდგენ და ხვალდილიდან ისევ გამოვიდეთ და კარგად დავათვალიეროთ ეს ქალაქი. და რა თქმა უნდა, ნამდვილი უზბეკური ფლოვით დავაგებოვნოთ. უზბეკეთზე კი ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა სამოგზაუროთო, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე, რომ ძალიან იაფი არის ყველაფერი. რა ჯერ სასტუმრო სულ რაღაც $10 მაქვს დაჯავშნილი და ეს არ არის რაღაც განსაკუთრებით იაფასიანი სასტუმრო ან რაღაც ცუდი შეფასებით. ყველა ასეთი ფასები არის რა უმეტესად. მაქსიმუმ $20-25, $30 უკვე აი რავი ძალიან კაი სასტუმროები არის რა. უზბეკეთი არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად ჩამოხვიდეთ. თბილისიდან პირდაპირ ფრენებიც არის ტაშკენტის მიმართულებით. ყველაფერი საკმაოდ იაფია, მოწესრიგებული და ეს ცენტრალური აზიის ქვეყნების მონახულება თუ გინდათ, მე გირჩევდით, რომ უზბეკეთიდან დაგეწყოთ. ჯერ კიდე დავათვალიერებთ სხვა ქალაქებსაც და თქვენ თვითონ ნახავთ, რომ ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოიყურება, უსაფრთხოა, მოწესრიგებულია და რაც ყველაზე მთავარია, ადეკვატური ფასები არის ყველგან ყველაფერზე. აი ესე გამოიყურება ბაზრები. თაღოვან ბაზრებს ეძახიან და ქალაქის მასშტაბით ბევრი არის ასეთი, მაგრამ დიდი არ არის რა, პატარ-პატარა ბაზრები არის და ყველგან რაღაც სუვენირები და ტრადიციული სხვადასხვა აქსესუარები იყიდება. აი კიდევ ერთი ასეთი ბაზარი. გუშინაც ვიყავი აქ, მაგრამ ვერ მოვახერ ხეშიგნით გადაღება, ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ აზრი არ ქონდა კამერის ჩართვას. ესეთი ბევრი ტრადიციული რაღაცები იყიდება. რაღაც მინდა სიმბარათი მეგობრებო, როცა არსებობს ლაგი. აი ასე არის მთელი ქალაქი, წარმოიდგინეთ, რა სილამაზე არის აქ. აქ გუშინ ფეხით ვერ დავდიოდი და ეს კაცი შვილი აღარ არის. შეიძლება ცოტას კი ვრისკავ მეც ახლა ამ ზეზე სიარულით, მაგრამ აი ქუდი ისევ არ მაქვს. დამცავს კი ვისმევ, მაგრამ რა ვიცი, რამდენად უშველის საკითხავია. ნახავთ, მაგასაც გამოვცდით. ეს არის კალანის მეჩეთი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი არის, მე-16 საუკუნეში არის აშენებული. აქ შემოსასვლელ ბილეთში გადავიხადე 15,000 სუმი, რაც ალბათ არ ვიცი, $1 ან $2 იქნება ალბათ რა, მოკლედ ძალიან ცოტა ღირს აქ შემოსვლა. ეს მეჩეთი გათვლილი არის 10,000 მომლოცველზე ერთდროულად შეიძლება დაეტიოს 10,000 ადამიანი. ასევე ზუსტად ამ კომპლექსის ნაწილი არის ის კალონის მინარეთიც, თვითონ ეს მეჩეთის და ასევე მირარაბის მედრესი, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრი იყო. და ერთ კარგ რჩევას მოგცემთ, როდესაც მუსულმანურ ქვეყანაში ჩამოდიხართ სამოგზაუროდ, ეცადეთ რომ არ წამოიღოთ მოკლე შარულები, ეგრეთ წოდებული შორტები, რადგან ბევრგან არ შეიძლება მაგით შესვლა, აკრძალული არის და ბევრი ადგილის მონახულებაზე მოგიწევთ უარის თქმა. მეც ყოველთვის რა თქმა უნდა გრძელი შარულით მოგზაურობ ხოლმე და ნაკლები პრობლემები მექმნება ამ ხრივ რა. ისედაც ზოგადად კულტურულად დიდად არ უყვართ რა და რავი, როდესაც ასეთ ქვეყანაში ჩამოდიხართ, თქვენც პატივი უნდა სცეთ. როგორც ჩვენ არ მოგვეწონებოდა, რომ მაგალითად ეკლესიაში დაიწყონ შორტებით სიარული და ასე შემდეგ, როგორც ჩვენთან არის მიუღებელი, ისევე არის აქაც, ასე რომ აი ესე, ვისაც კულტურული ნაწილი გაინტერესებს და გინდათ ხოლმე რომ მოინახულოთ ასეთი ადგილები, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ჩამოხვიდეთ გრძელი შარულით სამოგზაუროდ. აი ეს არის თვითონ მირარაბის შესასვლელი.
ასე გამოიყურება. ჩვენი შემდეგი ლოკაცია იქნება ბუხარას ციხე, რომელიც ასე დიდებულად გამოიყურება და იმედია დაკეტილი არ იქნება და შევალ აუცილებლად ბილეთი რამდენიც არ უნდა ღირდეს. სად გააკეთა ბიზნესი, ციხე-სიმაგრეში აქ ფოტოს გადაღება. 3-4-ზე თუ ვინმეს უნდა ბუხარას ციხესთან მოვიდეს. შემოვედი და ბილეთში გადავიხადე დაახლოებით $5-მდე, რაც არის 60,000 უზბეკური სუმი. აქ არის არქეოლოგიური გათხრები, ასე რომ ჯერჯერობით აქ ყველაფერი არ არის აღმოჩენილი, როგორც ჩანს. ეს ყველაფერი ციხე-სიმაგრის კომპლექსის ნაწილია და რამდენი რამე არის კიდე ჯერ აღმოსაჩენი. ეს არის ბუხარას ციხე, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ციხე და მისი მშენებლობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში დაიწყო. და სწორედ მის გარშემო განვითარდა მერე მთლიანად ქალაქი ბუხარა. ეს ციხე-სიმაგრე წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს აბრეშუმის გზაზე და ასევე პოლიტიკური და სავაჭრო ცენტრის როლს ასრულებდა. ხოლო მე-19 საუკუნეში აქ ცხოვრობდა ბუხარას ემირი, რომელიც იყო მაშინდელი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი. დღესდღეობით, როგორც ხედავს, ციხე-სიმაგრის უმეტესი ნაწილი აღდგენილი არის და კარგად გამოიყურება, მაგრამ ჯერ წინ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო არის, როგორც ჩანს. არქეოლოგებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აღმოუჩენიათ აქ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი. აი ეს არის მთლიანად მთელი ისტორიული ქალაქი ბუხარა. რა თქმა უნდა, აქეთ კიდე იქნებოდა სხვა რაღაცები, მაგრამ ძირითადად აი ცენტრალური ნაწილი არის ეს, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი სეირნობს. უწუხაროდ დრონი არ მაქვს, რადგან თურქმენეთში რომ მივდიოდი დავტოვე, რა თქმა უნდა, იქ ძალიან მკაცრად არის აკრძალული და დრონის შეტანაზე რავი პირდაპირ ციხე არის და ამიტომ დავტოვე საქართველოში. არ მგონია უზბეკეთში ასეთი სიმკაცრე იყოს. სავარაუდოდ ნებადართული იქნება გარკვეულ ტერიტორიებზე გამოყენება. აი აქეთ ეს უკვე ქალაქის მეორე მხარე არის, სადაც ასევე ძალიან ბევრი სანახაობაა. მაგრამ ძირითადი მაინც მეორე მხარეს არის, რომელიც უკვე განახეთ. ზოგადად ბუხარაში ძალიან ბევრი სანახაობა არის და შეუძლებელია, რომ ერთ დღეში ყველაფერი მოინახულო. თუ მართლა გაინტერესებს ისტორია. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარბაზი ამ ციხე-სიმაგრეში. აქ იყო მეფის ტახტი. ყველამ გამოიწერეთ არხი, ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ და ვიდეოებს ისე უყურებთ, რომ არხი არ გაქვთ გამოწერილი. ეს არის საცხენოსნო მოედანი, სადაც დაახლოებით 15-დან 20 ცხენამდე მუდმივად იდგა, რომელიც ემსახურებოდა მეფეს. აქედან 4 ცხენი იყო მეფის, 8 ცხენი იყო დაცვის და მეორე 8 ცხენი იყო უკვე დანარჩენი შემადგენლობა, მაგალითად პროდუქტივისაც მიაქვს, მედოლეები და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი არის ციხე-სიმაგრე, მაგრამ აქედან სანახაობა არის ალბათ დაახლოებით 20%, რადგან ძალიან დიდი ტერიტორია ჯერ კიდევ არქეოლოგების კვლევის ქვეშ არის. აი კიდე ერთ ასეთ ამას ადგილს მოვადექი შემთხვევით, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაკეტილია. და მეორე მხარესაც არის სუსტად ასეთი. შევიხედოთ რა ხდება. არც არაფერი არ ხდება ისეთი განსაკუთრებული. პატარა სახელოსნოებივით არის და ტურისტებზე არის გათვლილი ძირითადად. დავიძარი სასტუმროსკენ მეგობრებო, ცოტა ხანი ავალ. დავისვენებ, გავგრილდები, თორე ძალიან დაცხა უკვე. სასტუმრომდეც თან არც ისე ახლო არის. ფეხით მომიწევს ცოტა გავლა. გზები უკვე ვისწავლე სხვათა შორის. ძალიან ადვილად ვიმახსოვრებ ხოლმე ისედაც, მაგრამ აქ კიდევ უფრო მარტივია, იმიტომ რომ არქიტექტურა არის ისეთი, რომ ადვილად შეგიძლია დაიმახსოვრო გზები. პატარა შესვენება მოვაწყე სასტუმროში მისვლამდე, ესეთ პატარა კაფეში შემოვედი. სასტუმრო შორს აღარ არის უკვე, მაგრამ ვიფიქრე, რომ რამე ცივს დავლებდი და ცივი ლატე შევარჩიე, მოკლედ. მაგრამ ძალიან ბევრი რძით, იმიტომ რომ აი ყავის გემო საერთოდ არ აქვს.
მაგრამ ყველაფერი არის აი ძალიან იაფი რა. ეხლა ამ ყავაშიც გადავიხადე ალბათ რავი $3 მაქსიმუმ. ასე რომ ყველგან ცენტრალურ ადგილებშიც, გარეუბნებშიც ყველგან ერთნაირი ფასი არის, ყველგან ძალიან იაფია ყველაფერი. რაც რა თქმა უნდა მოგზაურობის დროს ძალიან სასიამოვნოა. გამოვედი დაახლოებით 1 საათი ვიყავი სასტუმროში, დავისვენე ტექნიკა, დავტენე და გამოვედი. ტაქსი გამოვიძახე ეხლა და ტაქსით წავალ ფლოვის დასაგემოვნებლად, სადაც გუშინ ვიყავი და იმედია დღეს მაინც დამხვდება ფლოვი, რომ დავაგემოვნო. ამ ტაქსოლოდები შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ Instagram-ი, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო სტორიებს გიზიარებთ მოგზაურობის პროცესში და რო არ გამოგჩეთ, აუცილებლად გამოწერილი უნდა გქონდეთ. მოვედი და დამხვდა ფლოვი, მოკლედ საკმაოდ ბევრი ხალხი არის. როგორც ჩანს, მართალია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რა. მოვიდა, მეგობრებო, როგორც იქნა და აი ესე გემრიელად გამოიყურება. და აი თქვენი აზრით ეს ამხელა პორცია ფლოვი რა ღირდა? ვარიანტები ხო შეიძლება იყოს, რომ აი მაგალითად რა ღირს ეს ამხელა პორცია უგემრიელესი ფლოვი. უგემრიელესია თუ არა მაგას ცოტა ხანში გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ამხელა პორცია ღირდა დაახლოებით $3. წარმოიდგინეთ, ანუ $3 არ ღირდა. დადგა დრო, როგორც იქნა 2 დღიანი წვალების მერე. ბრინჯი არის ქიშმიშთან ერთად, ასე რომ თან მოტკბო გემოცა აქვს, რაც ცოტა უჩვეულო არის, როცა ხორციან კერს ჭამ. ხორცი გემრიელია. იშლება, ისეთი ხორცი არის და სავარაუდოდ საქონლის არის თუ გემოთი ვიმსჯელებთ. მე სიმართლე გითხრათ, სხვაგან არ გამისინჯავს და ამიტომ ვერ ვიტყვი ეს ყველაზე გემრიელია თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რავი, გემრიელია, ფასიც ნორმალურია, ასე რომ თუ ბუხარაში იქნებით, დაიმახსოვრეთ ზიფლოვ, მოდით დააგემოვნეთ არინანებით. აი ასეთი ადგილები მთელ ქალაქში არის მიმოფანტული და მოკლედ აი ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც ისტორიული ადგილი შეგხვდებათ. ესეთი საინტერესო ქალაქია. ცენტრისკენ მივდივარ, მაგრამ გადავწყვიტე რომ მოკლე გზით წავიდე და ესეთ უბანში შემოვედი, სადაც ნაკლები ტურისტები მოძრაობენ, მაგრამ ძალიან ბევრი სასტუმროები არის და ალბათ ამიტომაც ღირს ასე იაფი. ეხლა დავაფასე თურქმენეთის მერე, თურმე რა კარგი არის შენ გემოზე სეირნობა. არავინ რო არ გასწავლის, რომ რისი გადაღება შეიძლება, რისი არა და შემთხვევით კადრში რამე შენობა არ მოხვდეს. ან შემთხვევით პრეზიდენტის ფოტო არ გადავიღო და არ დამიჭირო რა, აი მაგის შიში რო არ გაქვს, მოკლედ რა კარგი ყოფილა. ტურისტების რაოდენობამაც მოიმატა. და არა მარტო ტურისტები, სხვათა შორის ადგილობრივებიც ბევრი სეირნობენ. როგორც მივხვდი, გუშინთან რაღაც ადგილობრივი დღესასწაული იყო და ბოლო დღე იყო, როგორც გავიგე, ასე რომ ალბათ ადგილობრივებიც ძალიან ბევრი იყვნენ გამოსული. დღეს ძირითადად უფრო ტურისტები არიან და არც თუ ისე ბევრი ხალხია. ვისაც გიყვართ ესეთი რაღაცეები, მოკლედ ძალიან დიდი არჩევანი. აი ესეთი ამბავია მეგობრებო ღამის ბუხარაში. ესეთი პორშე გინახავთ სათამაშო? რავი, პორშეს კი გავს და რა მანქანა არის, არ ვიცი, მაგრამ პატარა სათამაშოსავითაა. ჩინურია. დღეს არსად გასვლას აღარ ვაპირებ, რა თქმა უნდა, პირდაპირ სასტუმროში წავალ, დავისვენებ, რადგან ხვალ დილით უკვე მივდივართ. რადგან ხვალ დილით უკვე მივდივარ ქალაქ სამარყანდში და სავარაუდოდ წავალ ავტობუსით, რადგან ყველაზე იაფი ჯდება, მაგრამ მატარებელიც არ ჯდება ძვირი, ასე რომ თუ ნორმალურ დროს წავა მატარებელი, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რადგან ბევრად უფრო მალე ჩავალ.
მოვედი ავტობუსების გაჩერებაზე, საიდანაც დავიძრები ქალაქ სამარყანდის მიმართულებით. როგორც ადგილზე აღმოვაჩინე, ავტობუსსა და ტაქსის შორის არც თუ ისე დიდი სხვაობაა, მაგრამ ტაქსში რა თქმა უნდა სხვა ადამიანებიც იქნებიან. განსხვავება დაახლოებით $4 იყო, ასე რომ რა თქმა უნდა ტაქსი ვამჯობინე ბევრად უფრო კომფორტულად და მალე ჩავალთ ქალაქ სამარყანდში. აქვე რა თქმა უნდა მადლობას გადავუხდი ჩემს ერთგულ სპონსორს ლაგის, რომელიც მეხმარება მსოფლიოს ყველა წერტილში კონდეს ყველაზე მაღალი ხარისხის ინტერნეტი, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. შვიდობით ჩამოვედი, იმიტომ რომ ტაქსები გიჟებივით დადიან. როგორც მითხრეს, პირდაპირ სასტუმრომდე უნდა მივეყვანე, მაგრამ რა თქმა უნდა, აქაც პატარა ტყუილი აღმოჩნდა და ავტობუსების გაჩერებაზე ჩამოვიდა, საიდანაც მე მეორე ტაქსით წამოვედი და სავარაუდოდ არ იყო ფხიზელი, გიჟივით დადიოდა, მოკლედ ცოტა რა ადეკვატური ტაქსისტი შემხვდა. ეხლა სასტუმროში მივდივარ პირველ რიგში, ჩემი სასტუმრო არის პირდაპირ ცენტრალურ მოედანთან, აქაც გადავიხადე $23 და მივიდეთ ერთად ვნახოთ რა დაგხვდება. სად მოვაგენი ამ სასტუმროს? რა ხდება, სად ვარ? მაგრამ კარგი შეფასება ქონდა ბუკინგზე და მაგიტო დავჯავშნე. Здравствуйте. Здравствуйте. ესეც ჩემი სასტუმროა, ესე გამოიყურება ჩემი $23-იანი ნომერი. საბაზანოც ვნახოთ. სისუფთავეა ყველაფერი, კარგად გამოიყურება. დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება, 1 საათი დავისვენებ ახლა და მე გავალ ქალაქს დავათვალიერებ. ძირითადი სანახაობა ჩემს სასტუმროსთან არის, თითქმის ყველაფერი ახლოს და თან დროც გვაქვს, ასე რომ საღამომდე მოკლედ მე მგონი ყველაფერს მოვასწრებთ, რადგან ხვალდილით უკვე ტაშკენტში უნდა წავიდე. გამოვედი და აი ასეთ ლამაზ ქუჩაზე არის ჩემი სასტუმრო. ძირითადად ერთსართულიანი სახლები არის, სულ ადგილობრივები ცხოვრობენ და ძალიან ბევრი პატარა საოჯახო სასტუმროები არის. ვიდრე ქალაქის დათვალიერებას დავიწყებდეთ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ჯერ მოგიყვებით ამ ქალაქის შესახებ პატარა ისტორიას. სამარყანდი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ის აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა და საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო. ქალაქს მრავალი დამპყრობელი ჰყავდა, მათ შორის ალექსანდრე მაკედონელი და თემურლენგი. თემურლენგის დროს სამარყანდი იმპერიის დედაქალაქი გახდა. დღეს სამარყანდი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ტურისტებს თავისი ულამაზესი არქიტექტურითა და მდიდარი ისტორიით იზიდავს. ხოლო ჩვენი დღევანდელი პირველი ლოკაცია იქნება ბიბი ხანიმის მეჩეთი, რომელიც თვით თემურლენგის ბრძანებით ააშენეს მე-15 საუკუნეში მისი მეუღლის პატივსაცემად. ითვლება, რომ ეს მეჩეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ულამაზესი. და აი ასეთი ლეგენდა არსებობს, რომ როდესაც თემურლენგი ლაშქრობიდან დაბრუნდა, ამ ყველაფრის სილამაზემ გააოცაო და უბრძანაო, რომ კიდევ უფრო დიდებული გახადეთ აქაურობაო, მაგრამ მშენებლობის დროს ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვეს და დროთა განმავლობაში ეს მეჩეთი ნელ-ნელა ჩამოინგრა. ხოლო მე-20 საუკუნეში ეს მეჩეთი უკვე აღადგინეს და დღესდღეობით ეს სამარყანდის ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა. მასშტაბები რამდენად კარგად აღიქმება არ ვიცი, იმიტომ რომ აი გიგანტური არის ყველაფერი. მასშტაბი რო კარგად აღიქვათ, ახლა განახებთ. მე მგონი გამოჩნდა, ხო?
როგორც ჩანს, ბოლომდე რესტავრაცია ჯერ არ აქვს ჩატარებული, რადგან ესე გამოიყურება. ესე გამოიყურება ერთ-ერთი დარბაზი და ნახეთ რა სილამაზე არის, რამდენი არის ნაშრომი ამ ყველაფერზე. უზბეკური სტანდარტებით თუ შევაფასებთ, ცოტა ძვირი ღირდა ბილეთი დაახლოებით $7. მაგრამ თუ სხვა ქვეყნების სტანდარტებს ავიღებთ, $6 ძალიან იაფია რა. ზოგადად ბევრად ძვირია ხოლმე მსგავს ადგილებში შესვლა. და აი აქვე მეჩეთის ზუსტად გვერდზე არის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა კიდე ამ ქალაქში, ეს არის სიობის ბაზარი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ერთ-ერთი ისეთი მთავარი ტურისტული ადგილი არის, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი მოდის. და ძირითადად ადგილობრივი ტკბილეული იყიდება და სხვადასხვა სუვენირები. А это как орехи, да? Да, можно попробовать. ძალიან გემრიელია. მოტკბო გემოვებს, ეს არ მქონდა გასინჯული. მაკადამია ქვია მე მგონი რა ამ თქოს და ძალიან გემრიელია, მე ძალიან მომწონს. ჩინეთშიც იყო ხოლმე და აი ჩინეთის მერე პირველად გავსინჯი აქ და რავი ძალიან გემრიელია. აქეთ აი ესეთი სუვენირების განყოფილებაა. შორის ძალიან ბევრი მეუბნება უკვე აი ამ კაცმაც ეს თხილი რო გამასინჯა. მაგანაც მითხრა რომ საქართველოში ომსახურობდიო საბჭოთა კავშირის დროსო და გვარიც მითხრა ვისთან ერთადაც იყო. მოკლედ უკვე მე რამდენად შემხვდა რომ ესე ქართველებს ძალიან იცნობენ და ქართული სიტყვებიც იციან და მოკლედ რავი ესე პატივს ცემენ საქართველოს. ესე გამოიყურება ცენტრალური გზა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა სანახაობებს. და როგორც ხედავთ, მანქანით გადაადგილება აქ არ შეიძლება, ფეხით შეირნობენ და ყველაფერი საკმაოდ ახლოს არის რა ერთმანეთთან, მაქსიმუმ 1 კილომეტრი იყოს ფეხით გასავლელი. აი ეს არის მეგობრებო კიდევ ერთი მთავარი სანახაობა ამ ქალაქში. ეს არის რეგისტრანის მოედანი, რომელიც მდებარეობს სამარყანდის პირდაპირ შუაგულში და გარშემორტყმული არის 3 დიდი მედრესით. საუკუნეების განმავლობაში იყო სავაჭრო და კულტურული ცენტრი. ხოლო დღესდღეობით უკვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ერთ-ერთი მთავარი სანახაობა სამარყანდში. ეხლა მივდივარ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას ქართველებისთვის და არ ვიცი, ძალიან კი მინდა რომ ვალი მოვიხადო როგორც ქართველმა, მაგრამ სავარაუდოდ ვერ შევძლებ. დაელოდეთ და გაიგებთ, სადაც მივდივარ. საკმაოდ სუფთა და მოწესრიგებული ქუჩები არის სამარყანდშიც, ისევე როგორც სხვა ქალაქებში. ფეხით შეირნობა ძალიან სასიამოვნოა. ამაში ფულის გადახდა ნამდვილად არ დამენანება. ვინც ვერ მიხვდით სად მოვედი, ეს არის გურ ამირის მავზოლეუმი, სადაც დაკრძალული არის თემურ ლენგი თავის ოჯახთან ერთად. აი ასე გამოიყურებოდა თემურ ლენგის იმპერია. აი აქ არის საქართველო, რომელსაც 8-ჯერ გადაუარა თემურ ლენგმა. წარმოიდგინეთ, ისტორიის განმავლობაში 8-ჯერ შემოიჭრა საქართველოში თემურ ლენგი. და უმეტეს შემთხვევაში გაანადგურა ყველაფერი. აი ეს არის თემურ ლენგი. შიგნით კი მოუწყვიათ ლამაზად. ნახეთ რა სილამაზე. შუაში არის თემურ ლენგის საფლავი და გარშემო მისი ოჯახის წევრების. რა ვქნა აბა, ეხლა გავაკეთო ის რაც ყველა ქართველს უნდა უკვე საუკუნეებია. ხუმრობის გარეშე რო ვთქვათ მეგობრებო, 8-ჯერ შემოიჭრა საქართველოში თემურ ლენგი და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებიც, სოფლებიც ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული, საქართველოს შეძლო ის, რაც მაშინ ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო და საბოლოოდ ვერ დაიმორჩილა თემურ ლენგმა მთლიანი ქვეყანა, ასე რომ დღეს ისევ საქართველოს ქვია და ისევ ქრისტიანული ქვეყანა ვართ და მე მგონი ამ ყველაფრით უნდა ვიამაყოთ. ლაგი აქაც იდეალურად მუშაობს მეგობრებო, რაც უზბეკეთში ვარ, საერთოდ არანაირი პრობლემა არ შემქმნია.
გზაშიც კი რომ მოვდიოდი, სადაც რავი, არაფერი არ იყო და წესით ინტერნეტსაც არ უნდა დაეჭირა, მთელი გზა შვენივრად მუშაობდა. მე შეგახსენებთ, რომ ლაგის აპლიკაციაში არა მხოლოდ ინტერნეტის შეძენა შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ თვეში სულ რაღაც 12 ვარად ულიმიტოდ ისაუბროთ და იმესიჯოთ საქართველოში ნებისმიერ ქსელთან, ყოველგვარი როუმინგის გარეშე. ეხლა გადავედი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე მოგზაურობის და ვეძებ ნამდვილ უზბეკურ ფლავს. როგორც მითხრეს, რეგიონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ბუჰარაში სხვანაირად აკეთებენ, სამარყანდში სხვანაირად აკეთებენ, ასე რომ ეხლა აქ დავაგემოვნოთ. მოვედი ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ საფლავეში. წინა ვიდეოში ვიღაცებმა შესტომეში შემიყვანეს და მოკლედ იქ ფლოუს ვეძახდი. სინამდვილეში ანუ ქართულად ფლავი არის, უზბეკურად ფლოვია, მაგრამ ქართულად ფლავი არის სწორი ფორმა, ასე რომ დაიმახსოვრეთ, ვინც ფლოუს ეძახით ხოლმე, ქართული ფორმა არის სწორი ფლავი. აი ესე გამოიყურება ჩემი შეკვეთა. ფლავში დიდ განსხვავებას მე პირადად ვერ ვხედავ. ერთი განსხვავება რაც არის, ქიშმიში არ აყრია, დანარჩენი ზუსტად იგივე არის, მე მგონი ყველაფერი. ეხლა გემოსაც გავსინჯავ. ცუდი არ არის, მაგრამ მე პირადად დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ გემოში და შეიძლება არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან უმნიშვნელო. ერთადერთი რაც არის, იმას ქიშმიში ქონდა, ამას არ აქვს და ქიშმიშის გამო ცოტა უფრო მოტკბო გემო ქონდა იმას. მეტი არაფერი. დანარჩენი თითქმის იგივეა ყველაფერი. ხორციც დავაგემოვნოთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ის უფრო მომეწონა, ჩემთვის ის უფრო გემრიელი იყო. ხორციც უფრო გემრიელი იყო და თვითონ ბრინჯით. მანტის დაგემოვნების დროც მოვიდა. საკმაოდ დიდი პორცია კი იყო ფლავი, მაგრამ მეგონა რომ ადვილად შევძლებდი ამასთან გამკლავებასაც, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ცოტა გამიჭირდეს. უბრალოდ მაინტერესებს აქ როგორ აკეთებენ რა, რაც წამოსული ვარ, ჯერ მარტო თურქმენეთში დავაგემოვნე, სხვაგან არსად აღარ მიჭამია. ასე რომ საინტერესოა. ეს არაჟანი არის ცოტა მშრალი. რავი, დიდად არ გავგიშდი არც ამაზე, სიმართლე გითხრათ. თურქმენეთში რო ჭამე, ის უკეთესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იქაც ძალიან ცხიმიანი ხორცი იყო. გემო მაინც ჯობდა რა. აქაც ძალიან ცხიმიანი ხორცი აქვს, შიგნით გაკეთებული და კიდე კონსაც ამატებენ ძალით როგორც ჩანს, იმიტომ რომ აი სუქონები იყრება რო ჭრი. მოკლედ აი ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი ვიდეო. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო, იმედია მოგეწონათ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება ნახვებში და თქვენს მოწონებებში, კომენტარებში და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი შეფასება თქვენთვის მომინდია. რაც შეეხება შემდეგ ვიდეოში უკვე დავათვალიერებთ ტაშკენტს და კიდე გაგიზიარებთ სამომავლო გეგმებს. ასე რომ აუცილებლად უყურეთ შემდეგ ვიდეოს და რომ არ გამოგჩნდეთ, აუცილებლად არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ტრადიციულად შევხვდებით ახალი საინტერესო ვიდეოთი, ისევ და ისევ უზბეკეთიდან.